არ ვიცი, გაგიკვირდება თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ მოხალისეობის კულტურა საქართველოში ჯერ კიდევ არ არის ისეთი განვითარებული, როგორიც ევროპის სხვა ქვეყნებში. შესაძლოა, ყოველდღიურად წვრილ-წვრილ სიკეთეებს ჩავდივართ და ამით თავს ბედნიერადაც ვგრძნობთ. მაგრამ საქმე ისაა, გვიცდია თუ არა გაგვეზარდა ჩვენი ენთუზიაზმის მასშტაბები და ვყოფილიყავით მოხალისეები ისე, რომ ჩვენ მიერ დახარჯული ენერგიისა და დროის ერთადერთი საზღაური მხოლოდ სხვისი მადლიერი ღიმილი ყოფილიყო. თუ ასეა და უბრალოდ არ იცით, საიდან დაიწყოთ, იმედი მაქვს ამ სიუჟეტით დაგეხმარებით. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ დაიწყო საპილოტე პროგრამა საქართველოს მოხალისე. აღნიშნული პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში მოხალისეობის განვითარებას და განსაკუთრებით რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების გააქტიურებას. ვახტანგ გასანიძე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი. გარდა ამისა, მიმდინარე წლის იანვრის თვეში დამტკიცდა სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა. სწორედ ერთ-ერთი მიმართულება არის მოხალისეობის განვითარება და ამ სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამინისტრომ დაიწყო კონკრეტულად პროგრამა საქართველოს მოხალისის განხორციელება. შეირჩა კონკურსის საფუძველზე 10 რეგიონული ორგანიზაცია, რომლებმაც თავისუფლად საქართველოს მასშტაბით აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში შეარჩიეს ორ-ორი მოტივირებული მოხალისე ადამიანი, ახალგაზრდა ადამიანი, საერთო ჯამში 134 მოხალისე, რომლებიც გახდნენ პროგრამის მონაწილეები. შემდგომ ეტაპზე ჩვენ ასევე კონკურსის წესით შევარჩიეთ არასამთავრობო ორგანიზაცია Helping Hand, რომლებმაც უზრუნველყოს აი ამ შერჩეული ახალგაზრდების შესაბამისი უნარჩვევების განვითარება ტრეინინგის სახით, რომელიც ჩატარდა ბაკურიანში 6-დან 11 მაისის ჩათვლით. თიკო მესხი, არასამთავრობო ორგანიზაცია Helping Hand-ის დირექტორი. ჩვენი ორგანიზაცია დაარსების დღიდან იკვლევს ამ თემას და ვცდილობთ გამოვკვეთოთ ის ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლის საქართველოში მოხალისეობის კულტურის განვითარებას ან პირიქით ხელს უწყობს. კვლევამ გვიჩვენა, რომ საქართველოში მოხალისეობის განვითარებას ხელს უშლის ის, რომ არ არსებობს ინფორმაცია, საზოგადოებაში ცნობიერება საკმაოდ დაბალია, თუ რატო უნდა იყო მოხალისე და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, რატო უნდა შეასრულო გარკვეული სამსახური. გარდა ამისა, კვლევამ გვიჩვენა ისიც, რომ ახალგაზრდებს აქვს რომ იყვნენ ჩართული ამ მოხალისეობის საქმიანობაში, თუმცა მათ არ იციან ის პროგრამები, რომლებშიც შესაძლებელია ჩაერთონ და გახდნენ მოხალისეები. თბილისში არის მოხალისეთა გაერთიანება, მოხალისეთა ინკუბატორი, სადაც დღეს 400-ზე მეტი ახალგაზრდაა გაწევრიანებული. ისინი ამოხალისეობენ სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებთან. ესენი შეიძლება იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, მოხუცები, სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანები. ანუ ჩვენ მოხალისეები ვართ იქ, სადაც არის ამის საჭიროება და სადაც ადამიანებს სჭირდებათ დახმარება. ეს არის ის ღონისძიებები, რაც ადგილობრივი საჭიროებიდან ზოგიერთ მუნიციპალიტეტში შეიძლება იყოს ეს გარემოს დაცვითი კუთხით პრობლემები, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში შეიძლება ეს იყოს კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც მოვლა-პატრონობას საჭიროებს, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში შეიძლება იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდები ან მოხუცები, რომლებსაც დახმარება ჭირდებათ და ასე შემდეგ. ვახტანგ გასანიძე. სამინისტროს ჰქონდა სურვილი, რომ თავისი პროგრამები წელს მაქსიმალურად რეგიონში გაეტანა, რადგანაც რეგიონის დონეზე ბევრად ნაკლები არის ახალგაზრდების აქტივობა, ახალგაზრდების ჩართულობა სხვადასხვა ორგანიზაციებში და სწორედ წლევანდელი პრიორიტეტი იყო ის, რომ ჩვენი პროგრამები მაქსიმალურად რეგიონის მცხოვრები ახალგაზრდებამდე მიგვეტანა და მათი ჩართულობა ყოფილიყო მაქსიმალური. ლელა გიგაური, მოხალისე. მოხალისეობა არის საკმაოდ შრომატევადი, მინდა ვთქვა, თუმცა შედეგი არის ის, რის შემდეგაც ყველანი ვართ ძალიან ბედნიერები და ეს არის ერთადერთი მიზეზი, თვითკმაყოფილება, რომელიც ჩვენ გაქვს და ის, როდესაც ხედავ იმ ადამიანებს, როგორ ეხმარები და როგორ არიან ბედნიერები, ეს არის ყველაზე დიდი мотиваცია, რაც შემდეგ უფრო და უფრო გიღვივდება და გინდა რომ მეტი და მეტი აკეთო. მოხალისეობა რთული არ არის. ამაში ჩვენი რესპონდენტი თავისი გამოცდილებით დაგარწმუნებთ. აუცილებელი არ არის იყო მოხალისე ყოველ დღე და რაღაც განსაკუთრებული საათები დაუთმო. კვირაში თუნდაც თუ გაქვს თავისუფალი თითო საათი, მაინც შეგიძლია მოახმარო ეს დრო მოხალისეობას. უნივერსიტეტის შემდეგ, როდესაც მაქვს რაიმე თავისუფალი დრო, წინასწარ უთანხმობ იმ ორგანიზაციას, რომ მაგალითად ორშაბათი და ოთხშაბათი მცალია ამ საათიდან ამ საათამდე, თუ გცალიათ თქვენს, თუ შემიძლია ვიყო მოხალისე თქვენთან. თანხმობის შემდეგ ჩვეულებრივად დგება ეს ურთიერთობა და ვიწყებთ მოხალისეობას. ძალიან მარტივია. არაფერი სირთულე ამაში არ არის.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს შეგიძლიათ Facebook-ზე მოძებნოთ შემდეგი გვერდები: საქართველოს მოხალისე ან Helping Hand-ი, ან ეწვიოთ საიტებს: mokhalisე.g ან helpinghand.g.